ახლად დაარსებული ტურიზმის ფაკულტეტის პირველი მასშტაბური პროექტი. ბათუმის უნივერსიტეტი ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 10 ქვეყანა და 150 ექსპერტი. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მეცნიერები კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის პირველ დღეს პირველი მემორანდუმი გაფორმდა. ხვალ კი ტურიზმის ექსპერტებს ქედაში ღვინის ტურის პრეზენტაციაზე ელიან. ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე დღეს საერთაშორისო კონფერენციის 150 მონაწილე მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდა. ექსპერტების მოსაზრებით ტურიზმის სფეროს განვითარება ეკონომიკის სხვა მიმართულებებთან ერთად კომპლექსურად უნდა მოხდეს. სპეციალისტებმა კონკრეტული რეკომენდაციები უკვე მოამზადეს. ტურიზმის განვითარება განვითარების პროპორციულად უნდა იქნეს განვითარებული სხვა დარგები და განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი დარგი ტურიზმთან მიბმული, როგორც არის სოფლის მეურნეობა. ძალიან სერიოზული ფუნდამენტალური გამოკვლევები წარმოადგინეს, რაც რა თქმა უნდა გაიწერება ხვალ რეკომენდაციების და წინადადებების სახით და წარედგინება ჩვენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს შემდგომ პრაქტიკულ და სხვა საქმიანობაში. ტურიზმის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები კონფერენციის მონაწილეებს უცხოელმა ექსპერტებმაც გააცნეს. მეტი კომუნიკაცია და მიზნობრივი აუდიტორიის სწორად განსაზღვრა. ასეთი არის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც დღეს ბათუმის კონფერენციაზე გაჟღერდა. ბათუმის უნივერსიტეტმა კარგად იცის, რომ საჭიროა ჩავერთოთ გაცვლით პროგრამებში, მივიღოთ მონაწილეობა ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელიც მსოფლიოში ხდება. ინფორმაციის გაცვლა და ახალი კავშირები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვისაც. მოსმენის შესაძლებლობა არის გზა წარმატებისკენ, წარმატებას წლები სჭირდება, მაგრამ მე ვფიქრობ, ბათუმს ამდენი დრო არა აქვს. ამიტომ უფრო სწრაფი ტემპით ვაგრძელებთ ტურიზმის განვითარებაზე მუშაობას. ბათუმმა იმდენად დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო არენაზე, რომ Trump Tower-იც კი აპირებს აქ მშენებლობას. I think the conference provides an excellent opportunity. კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საინტერესო საკითხების განხილვა და მათი გადაჭრა მოხდეს. ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია სწორედ განისაზღვროს მიზნობრივი აუდიტორია. მაგალითად, საქართველოს ხშირად სტუმრობენ თურქი, უკრაინელი და სომეხი ვიზიტორები. ამიტომაც ვებსაიტებზე მუშაობის პროცესში მათზეც უნდა მოხდეს გათვლა. ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მეორე წელი ეტარდება. სამეცნიერო ფორუმის მიზანი სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია წელს 3 ეტაპად დაიყო. პლენარული სხდომის დროს მონაწილეებს დელეგატები მიესალმე და მოხსენებები წარმოადგინეს. შემდეგ სექციური მუშაობა 7 ჯგუფში ჩატარდა. პირველი სამუშაო დღე მონაწილეებმა ბრგვალი მაგიდის ფორმატში შეაჯამეს. კონფერენციას 10-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და ტურიზმის დარგის სპეციალისტები, სულ 150 მონაწილე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით ჩვენთან გაიხსნა სულ 1 წელიც კი არ არის, რამოდენიმე თვეა. იმავდროულად ამ ფაკულტეტზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა. მთელ საზოგადოებაში, ახალგაზრდობაში ის გახდა მოთხოვნადი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რეგიონი ამ მხრივ მიმზიდველია, მომხიბვლელია და დიდი ინტერესია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისგან. ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა. ეს კონფერენციის ერთ-ერთი მიზანია. წლევანდელი შეკრების სიახლე ღვინის ტურია. ახალი აგროტურის პრეზენტაცია ხვალ ქედაში გაიმართება, სადაც კონფერენციის მონაწილეები პრაქტიკულ სამუშაოებს ჩაატარებენ. სტუმრები ხალხურ შემოქმედებას გაიცნობიან და საოჯახო ღვინის მარნებს დაათვალიერებენ. გაიმართება დისკუსიებიც. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ტურისტული გამოფენის მოწყობა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობა. კონფერენციის ფარგლებში მოხდება ღვინის ტურიზმის ტურების პრეზენტაცია და მოხდება ასევე პრეზენტაცია ამ ტურების შესაბამისი ბუკლეტისა და საინფორმაციო მასალის, რაც ხელში უწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის პროდუქტის გამრავალფეროვნებას, სეზონის ზრდას და მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის დასაქმებას. შერჩეული არის საოჯახო ღვინის მარნები და კონფერენციის მონაწილეებს, რომლებიც წარმოადგენენ 10-მდე ქვეყანას, ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენი რეგიონის შესაძლებლობებს და ასევე გაუკეთოთ რეკლამირება და პოპულარიზაცია ტურიზმის პოტენციალს. საგანმანათლებლო პროცესში სიახლეებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასელის კონფერენციისგან მასპინძელი ბათუმის უნივერსიტეტი. კონფერენციის პირველივე დღეს გადაწყდა, რომ ვილნიუსის სამართლისა და ბიზნესის სკოლა ბათუმის უნივერსიტეტთან სხვადასხვა სფეროში ითანამშრომლებს. შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და ლიტვის სამართლისა და ბიზნესის საერთაშორისო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.